უარყოფითი კომენტარების წერის მე მგონი რაღაც სინდრომი გაჩნდა ჩვენ ქვეყანაში. ხო, ეგეც. ახლახანს იყო ბატონობის და ძალიან კარგი იაპონელი ქართველოლოგი ყავდა ჰაიატე სოტომე. ხო და ამბობს რომ აღფრთოვანებული ვარ ქართული სტუმარმასპინძლობით და არ აქვს სოფლიოში არის უნიკალური და ბუნებრივად ქონა ხა უცხოელისგან რაცა უნდა გამართულად საუბრობდეს ქართულად ბუნებრივად ქონა რეაქცია აუ რა მაგარია ბოდიში. აი მაგ ჩემი ჩართვის გამო კაი გემრიელად გავილანძღე სოციალურ ქსელებში არ და მე ვერ მივხვდი რატო. უბრალოდ ამბობდა რომ ქართული სტუმარმასპინძლობა უნიკალურია, მე მქონდა შესაბამისი რეაქცია გულწრფელი რა მაგარია და გამილანძღეს მაგის გამო გააფუჭა ყველაფერი. რატო გაგიკვირდა რომ ეგეთი ის ქონდა უცხოელი რეაქცია? სინდრომია მე მგონი და ამ სოციალურმა ქსელებმა ძალიან შევცვალა. ხო, ნუ ეს ფსიქოტიპი ადამიანების სოფლიოში გადააწყო ხა ჰეითერები და ხო ტერმინებია შემოსული. ამიტომ ეს ადამიანები მე ხა ვიძახი ხოლმე ხა პოლიტიკურ კონტექსტს ხო ვერ გავექცევი ჩვენ ყოველდღიურის ნაწილი გახდა და ვიძახი ხოლმე რომ კიდე კაი ეს ქსელები როა თორე სამჯერ რუსთაველის ომი იქნებოდა 91 წელი უკვე სამჯერ განმეორდებოდა მინიმუმ თქვა, ამიტომ ეს რაღაცა ორ წლის გამოშვების ამბავია, ზოგი სახეს ვერაჩენს და რაღაცა ყალბი რაღაცეებით წერს. ანუ მოგეთ ეს არის ადამიანია რა.